კიდევ ერთხელ უსამძიმრებ მთელ ქართველ ერს და ამ შემთხვევაში მართლმადიდებლურ საზოგადოებას ამ დიდ დარტყმას, ეს მართლა ტრაგედია. მე თან მართლაც აი აბსოლუტურად ზუსტად ჩამოაყალიბეთ ირაკლი ის რაც იყო იმ პერიოდში, იმიტომ რომ რეალურად ეკლესია რაღაცა სხვა იყო აბსოლუტურად. ჩვენ მას სხვანაირად ხედავდით. მე მაგალითად არ ვიყავი ეკლესიური, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, არ ვჯიშობდი, თუ მაინდა ხა სულიერ პრაქტიკაზე შეეხება იოგაში, მაგრამ ერთ დღეს მოხდა სასწავლო და მივხვდი რომ იოგა ჩემი საქმე არ არის. მაგრამ სადღაც ხომ დაფსაყუდელი ხომ მეპოვნა შინაგანის სისავსის თვალსაზრისით. ერთი პრობლემა იყო, ხელოვნების ისტორია მეყვარდა და ეს შინაარსები რაც იყო თემები, ხო იგივე ვთქვათ ქრისტიანული იკონოგრაფიიდან გამომდინარე შინაარსები არ ვიცოდი. საღარიბა საერთოდ არ იყიდებოდა. არცად არ იყო საღარიბა, მეც არ მქონდა წაკითხული, იყო ასეთი ავტორი, თარგმნელი იყო, რა თქმა უნდა, საფრთხო რუსული ენიდან იყო, კოსიდოვსკი იყო, მისი სახალისო ბიბლია თუ რაღაც ასეთი იყო და იქიდან რა უნდა გესწავლა. უნებრივია მქონდა შიმშილი საღარიბის წაკითხვის. სურვილი მქონდა წამეკითხა საღარიბა წმინდა წერილი. და მაშინ მახსოვს ჩემმა კურსელმა და უახლოესმა მეგობარმა სოსო წერეთელი თვითმფრინავის საქმის. დიახ, ეს იყო ჩემი უახლოესი მეგობარი და ჩემი შვილის ნათლიაც. ხო, მან მითხრა რომ საინტერესო ახალი პატრიარქი მოვიდა, მითხრა, პირდაპირ ეს სიტყვით და იქნება ჩავიდეთ რა ისიც ასეთი ახალი გატაცებები მქონდა ამ ტიპის რა. აი რაღაცა ხო საკუთარ თავს რო ეძებდა ჯერ ვერ გიპოვია 20-21 წლის ბიჭები ვართ. სოსო საერთოდ ჩემზე პატარაც კი იყო, ალბათ 19 წლის იყო 18 წლის. ჩავედით სიონში და უნდა გითხრათ რომ ჩემს გაუცემა საზღვარი არ ქონდა რა, რომ პატრიარქი იყო ახალგაზრდა, ძალიან სიმპათიური. აი განსხვავდებოდა ყველასგან, იმიტომ გარშემო ხო ხედავდით როგორ გამოვიდა დასაკოვანი ხალხი იყო მაშინ. რა თქმა უნდა და გარდა მაგისა კიდე მოვლილი წვერით და ხა თვალი სვავს და თვალი ჭამს. პირდაპირ შემიძლია თქვა. ესთეტიკურად სასწაულსახავ. და აი პირდაპირ გაგებით. ხო და აი ამან იმოქმედა ჩემზე და სიმართლე გითხრათ და თვითონ რიტუალი როგორ სტარდებოდა, ვიგზავნა რიტუალში ძალიან დიდი სიღრმე იყო. სხვა შორის ეს განცდა რომ რიტუალი ძალიან ღრმა რამაა და ძალიან სერიოზული შინაგანი პროცესებია შიგნით რაღაცა თვალი თუ ხილავი რა ტრანსცენდენტული პროცესები ის ეხაც მაქვს. და მახსოვს რომ აი ეკლესია ლიტურგია არის ეკლესიის ცენტრალური ნაწილი, ლიტურგიის გარეშე ეკლესია არ არსებობს. აი ვისაც ლიტურგიაზე არ შენებული ყველაფერი. აი დიდი მართლმადიდებელი თეოლოგი შმევანი ამბობს სწორედ მაგას, რომ ლიტურგია არის ის რის გარეშეც ეკლესია არ გამოდის და ეს ყველას გარეთ ესმოდა სხვა შორის მას ილია მეორეს. ამდენ წინა არმაზახრედანთან ვიხსენებდით ამდენ წირვას არც ერთ პატრიარქი არ აყენებდა. სწორედ მაგით ის ბოლომდე სანამ იყო აი რამდუათ მას ძალიან უყვარდა წირვა. აი წირვა და ლიტურგია, ლოცვა იყო მის პრაქტიკის განუყოფელი ნაწილი. ეს სულ ჩანდა და ამას ვერავინ ვერ უარყოფს ნამდვილად. და დაუმატებ კიდევ იმას, რომ ამასთან დაკავშირებით ლიტურგიისა და წირვის აი მომენტიდან გრძნობდი, რომ თვითონ არქიტექტურული ფორმების მის შედეგად იბადებოდნენ. ამ შემთხვევაში ლაპარაკია სიონის ტაძარზე, ხო? საოცრად მიყვარს ეს ტაძარი. მეც ძალიან ვთქვათ რა, თუ რამ სადრე და რამეს მიმართ მაქვს სიტყვა, აი ამ ტაძრის მიმართ მაქვს. რაღაც ეკლესია განსჭვალული არის ისტორიით, რაღაცნაირად იგრძნობა ყველაზე კარგად და მათ შორის რწმენითაც იმდენი ადამიანის რწმენა არის იქ რაღაცა. რა თქმა უნდა და ეს ძველი კანკელი ხო? გაგარინისეული კანკელი, რომელზეც ეხაც აი ხანდახან ზმანებას არის. ის კანკელი სხვა შორის მე კი მოიშალა. ეხანდელი კანკელიც არ არის ულამაზო, ის ხის კანკელზე იძახს. ხის კანკელზე ვლაპარაკობ და მოგეთ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და თვათ იგივე აი ეს მოჩარჩოება წმინდანების ჯვრისა. მოგეთ იმის თქმა მინდა რომ ასეთი გარემოა ხედა ამ რიტუალს და უნდა გითხრათ რომ შეგვამჩნია თვითონ. ესე იგი პირდაპირ შემიძლია გითხრათ შეგვამჩნია თვითონ და ახლობით ერთი მეოთხე თუ მეხუთე ჩასვლის დროს და განსაკუთრებით მიყვარდა შაბათის ლოცვა. ეს კი ეს იყო რაღაცა თან მივხვდი რომ რაღაცის სწავლა შემიძლია და სწორედ ეს ფოტო არის ერთ-ერთი შაბათის ლოცვის დროს არის გადაღებული, თუ შეიძლება ეს ნახოთ ჩანს. დიახ, ახლა შაბათის ლოცვის დროს არის ხო გადაღებული? ეს მე ვარ. აჰა. როგორი წვერი და როგორი გაფრთხილი ხედავთ ხო? ხო? ეს არის ზურარის ჭავჭავაძე. ზურა ჭავჭავაძე, კი ბატონო. ეს არის მამა რევაზი სიხარულიძე. სიხარულიძე, დიახ. ნუ აქ თვითონ წმინდანს ხედავთ, მოგეხსენებათ. ეს არის ასევე მეორე ფოტო. კი. აქაც ეს მე გახლავართ. ხო და ვარ საკურთხეველში. ყველანი ძალიან ახალგაზრდები ხართ. რა თქმა უნდა ბავშვები ვართ. ხო, რეალურად თვითონ როგორი ახალგაზრდა ხედავთ ხო? რეალურად. და აი მაშინ იყო რომ ეს სწორედ აი მაშინ მითხრა თვითონ და საიდან გაიგოთმა ვიღაცას უთხრა რომ მე ვიცი რომ შენ სახარების წაკითხვა გინდაო. პირდაპირ მითხრა ასე. და მოდიო საღამოსო ჩემთან მაშინ საპატრიარქოშიო, იქვე იყო საპატრიარქო მოგეხსენებათ ეზოში. ხო და მართლაც გადავედი საპატრიარქოში, სხვა შორის საკმაოდ ისეთი
გამოცდი რომ ასეთი რეაქცია მოხდა ფაქტობრივად არ მიცნობდა ხო და მაჩუკა ბიბლია ეფრემეორის გამოცემული არა რუსული ბიბლია მაგრამ ნახე ჩვენ მაინც საბჭოთა პერიოდის ახალგაზრდები ვიყავით და რუსულს ისე ვიკითხულობდით როგორც დიდი საჩუქარი გაუკეთებდი რომ ბიბლია მაშინ არ იშოვებოდა ძალიან დიდი საჩუქარი უნდა გენახა რა ბედნიერი ვიყავით თავს ვერ უჯერებდი რა იყო ბიბლია როგორც ძველი ასე ახალი აღთქმა გამოვედი და ბიჭები მეუბნებოდნენ რა გაჩუქა მეთქი მაჩუქა წამოდგინე აბოდერა საჩუქარი და აი ესეთი რაღაცა წარმოუდგენელია ასეთი თანადგომა თან იგრძნობოდა რომ მას ახალგაზრდა ადამიანებს სხვა სულის ადამიანებს ეძებდა ისიც ალბათ დაინახა და ის ჩანდა კიდევაც ჩვენ თვალებში ჩვენ მართლა სულის მათხოვრები ვიყავით სულს ვეძებდით პირდაპირ გაგებით რა იმიტომ რომ მასე არ იყო მართლაც ის იყო ერთადერთი ადგილი საბჭოთა რეალობაში სადაც ღმერთზე და სულზე და მარადისობაზე იყო ლაპარაკი და არა რაღაცა ეფემერულ მეცკომს რომელსაც გვასწავლდნენ თქვა რა ვიცი კიდევ ეკონომიკის რაღაცა მარქსისტულ საწყისებს ხო? ანუ სიონის ეზო მაშინ იყო თან 80-იან წლებში თავმოყრის ადგილი დისიდენტებსაც. კიდევ ერთხელ მე სხვაშორის ეხლა ძალიან ხშირია ბატონო გია ისტორიის გადაწერის მცდელობა. და არ ჭირდება ისტორიის გადაწერა რა და ვერც გადავწერთ ამ ისტორიას. ილია მეორე არ ყოფილა დისიდენტური მოძრაობის არც ნაწილი არც ლიდერი არ იყო თან რომ განსაკუთრებით თანაუგრძნობდა ამ მოძრაობას არ იყო ეს ასე ნამდვილად არ იყო რომ ის სხვა ეს ერთად წიგნები გამოსცეს ახლა 91 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენა როგორ არის რაღაცნაირად ღმართ არ არის და დაკავშირებული მასთან ის სხვა მოძრაობის ნაწილი იყო შეიძლება უკეთესი შეიძლება უარესი ვიღაცამ თქვას მაგრამ ეს განყოფილი იყო პირიქით ეს მას წინააღმდეგობა ამ გამსახურდიასთან კოსტავასთან ყოველთვის ჰქონდა ის არასდროს არ მიესალმებოდა ამ ხალხს რაც განსაკუთრებული სიხარულით არ ჭირდება ისტორიას დამახინჯება განდიდებისათვის მე ამის თქმა მინდა მოდი დავახასიათოთ ის რაც როგორც იყო და მოდი აღწეროთ როგორ იყო 80-იან წლების სიონის ეზო აი სადაც დისიდენტები იკრიფებოდნენ როგორ იყო საშუალო პირების დამოკიდებულება სად იყო იქ კგბ აი რა იყო ეს ეზო საინტერესო მარტო ეზო არა თვითონ ტაძარი იმიტომ თვითონ ხდებოდა შიგით ხდებოდა ტაძარში საინტერესო რაღაც ნუ მახსოვს რომ ახალი ჩამოსული იყო ზვიად გამსახურდია გადასახლებიდან ეს რამდენიმე თვიანი გადასახლება როგორც მახსოვს ჩრდილოეთ კავკასიაში და მაშინ ჩვენ სტიქაროსნები უკვე მე სტიქარი მეცოდა თვითონ შემომთავაზა სულ რაღაცა მე-15 შეჩასული შემდეგ აღარ მახსოვს ზუსტად თავიდან სხვათა შორის ზურა შევიდა ზურა იყო ზურა თამამი ბიჭი იყო ეს ზურა ჭავჭავაძე და მან დავინახეთ მე დასასვენ რომ აცვია ყვითელი სტიქარი უკვე მთელი ამბები დაგვემართა და ნუ თუ ჩვენც არ შეგვიძლია და მართლაც აი თვითონ მოგვიხმო და ჩვენც შევიმოსდეთ ყვითელი სტიქარი რა თქმა უნდა არაფერი არ ვიცოდით აბა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არაფერი არ ვიცოდით რა იყო ერთი რა დროს აღარ გავიკეთებ მე გვასწავლით და რეზო სიხარულიზე გვასწავლით და მამარევას იყო ამან იცოდა ყველაფერი აბსოლუტურად თუ რა შეიძლებოდა მეკითხებოდი რა ვქნა ეხლა როგორ მოვიქცა რაღაც ნუ წარმოიდგენელი ნერვიულობა იყო კიდე გზნობა მქონდა რომ რაღაცა უთულეს როლს ვასახიერებდი თან გზნობდი რიტუალის განსაკუთრებულობას ეს თვალთი მჩანდა ეხლა აღარ მინდა შინაგან განცდებს ვილაპარაკო მაგრამ ფაქტი არ ესე იყო და ზვიად ხედავთ ბატონი ზვიადი იქ მოდის ხედავთ და დგას ზუსტად ყოველთვის დგას წმინდა ჟრის პირდაპირ ასე იგი მე აღმოაჩინე რომ ამბროსხელა საფლავი ხო ზუსტად მე აღმოაჩინე და სანიშანდობლოა ბატონო გებოდიშ აი საკურთხევლის წინ ამბიონის ქვეშ დასაფლავებულები არიან 4 პატრიარქია წინ დასაფლავებული კირიონ მეორე ამბროსხელაია ლეონიდე ქრისტეფორე ერთმანეთს ძალიან არ უყვარდათ ამ ხალხს ასე ზუსტად აი როგორ არ უყვარდათ იცი აი კირიონი რომ მოკლეს ლეონიდემ თქვა ძაღლი იყო და ძაღლურად მოკვდაო ამბროსი სანამ ქრისტეფორე არ გადააყენა თავის დაიმართა ლეონიდე სანამ იმას არ ეს პირველი 4 პატრიარქის ისტორია ჯოჯოხეთი არის ჩვენი ეკლესიის და მე ყველა ერთად თავი მოიხარა იქ სიონში ეს ძალიან და სიონის და ქართული ეკლესიის და საქართველოს ბედია ეს ასეთი უცნაური ხო და რას გეუბნებით და აღსავლის კართან ყოველთვის ჯვარი ეპყრა ერთ ახალგაზრდა სტიქაროსას რომელსაც განსაკუთრებული სტიქარი ეცვა ყოველთვის ჩვენ თუ გვეცვა ხანწითელი ხანიასამნისფერი ხამწვანე რასაც მოახერხებთ იქ იყო ასეთი მოძღვარი იყო არქიმანდრიტი პახუმი მას კონდა დიახ და მას კონდა პროტოპრესვიტერი საქართველოს ეკლესიის მაშინ და მას ჰქონდა შენახული თავისთვის ერთ-ერთ ჩვენგან რო უყურეთ მარჯვენა ეგვტერში და ხუსო იმას წალობდით და კარგი ფერია შეგვერჩი ხა მე რატო ეძებდი ფერს მე არ მესმის მაგრამ ნუ მოგეთ ასე იყო ხო და მაგრამ აი ბიჭები და აღმოჩნდა ის იყო აი სწორედ რომელსაც ჯვარი ეპყრა და ეს იყო ყოველთვის იდგა აღსავლის კართან როდესაც ეგ რიტუალი იღებოდა ეს კარი ხო ეს იყო და თემურ ჩიხლაძე შემდგომ მამა თეოდორე სწორედ აი ეს ფერი რომელიც კიდევ ერთ ტრაგიკული და სხვა შორის ბევრი გაგებით ძალიან პრობლემური ნაწილი ახლა თუ
თუ ლაპარაკობთ ბიოგრაფიაზე, ბიოგრაფიის ერთი შავი ლაქა ნამდვილად არის თემურ ჩიხლაძის ისტორია. დიახ, თემურ ჩიხლაძე ეს იყო განსაკუთრებული ნიჭის ადამიანი პირდაპირ შემირაგით. აბსოლუტურად უდანაშაულო თან. სრულიად. ერთია ჩვენ ვილაპარაკოთ თვითმფრინავის საქმეზე, როგორც და აქ იყო დანაშაული, ხა რა მოდი ასე ვთქვა, თვითმფრინავის გადაცემა ყველგან დანაშაულია, ყველა ქვეყანაში. ჩიხლაძის დანაშაული არ ყოფილა. ჩიხლაძე მოიგონეს პროპაგანდისტული მიზნებით და დახვრიტეს პროპაგანდისტული მიზნებით. აბსოლუტურად მასე რომ ჯგუფი შექმნილი იყო, წარმოადგენდა რომ ეს იყო ტერორისტული ჯგუფი. რო რაღაც ხოლმე გამართლებული კომუნისტურ საქართველოს ახალგაზრდები ვინ ამას ხახსნა. იმ პერიოდში ძალიან უჭირდა ხელისუფალს იმ გაგებით. პროპაგანდა არ თავის. ბუნებრივია რომ იმიტომ რომ ანდროპოვი იყო მაშინ ხელმძღვანელობაში და პირდაპირ საქართველოს დამოდა ეპრეკროიო თუ შაშლიჩნოიო ესე მე დავხურავ ამ სამწოდეს რეალურად იმიტომ მე ეს კორუფციის წყაროც იყო და აქაურეს ეგ აი პახუმობოლოძე აი პახუმობოლოძე ხარ ეს კი ბატონო ნამდვილად ეგ არის კი აი ხა ჩვენ ხედავთ ინტრონიზაციის კადრებს ზუსტად და უცებ განსაკუთრებით ეშვეთი ცხოველია კი აი კითხულობს ლოცვებს ახლა ეს რუსეთის პატრიარქი არის რომელიც ჩამოსული იყო მაშინ აი გრიგოლ ცერცვაძეს ხედავთ უკან ეს ილია არის ახალგაზრდა თავად ეს ანჩისხატის ცხოველი ხო ნუ მოგეთ აი ესეთ სიტუაციაში ვარ და ნუ მოგეთ მე არ ბიჭები მეუბნებოდნენ რომ აი ეს ვიადი აქ და ჩამოვიდა და მან უღალა და ამერიკელს დაასმინა თუ რაღაცა მსგავსი მიდიოდა განსაკუთრებით თემური ამბობდა მაგას მაგრამ მე მქონდა რაღაცა უცნაური შინაგანი იმიტომ რომ რამდენიმე დღით ადრე უბრალოდ მე თვით ადრე მისი დისერტაციის პირველი ნაწილი მქონდა წაკითხული საკანდიდატო სუიატის და იგი საერთაშორისო ერთის შესახებ ფეხსავსაში არა ერთასება ერთი ხო დარწმუნებული წაკითხული იქნება ერეკლი და შეძლებე რომ სწრაფად კითხულობ და მეურად უკეთესი ეს იგი მაგასარო მოგეთ იმის გმამიდა რომ მივედი და ცოტა არ იყოს და წავეტრაბახი იმ გაგებით რომ უთხარი რომ მე წაკითხული მაქვს და ციტირებას მოვახდინე და გითხრათ რომ ძალიან საინტერესო რეაქცია ქონდა ზედ გამსახურდა ფალათი მჩადა რომ რაღაცა შინაგანი წინააღმდეგობა მათ შორის იყო მიწავსე ჩადა რეალურად რაც თქვენ ბრძანეთ რამ შემთხვევაში ასე მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისგან რაღაცა გარკვეული მითითებების მიღება პირდაპირ გაგებით მითხრა რომ ეს ცოტა დაბსმენი ეს არის ინფორმატორი ასე აბსოლუტურად ზიანზე ვლაპარაკობ მე ცოტა ფრთხილად ვიყავი კიდე ვიღაცებს რაღაცები მითხრა მოთეს ტელევიზიით არ ითქმის მაგრამ რეალურად ყველაზე საინტერესო იყო რომ მართლაც იქ იკრიბებოდა ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი რომელიც მე პოლიტიკაში ვნახე მოსული ეს ხო 80-იანი წლების გეტყვით 80 არის კაცო 78-ის ესე იგი მარტში მაისის მე უკვე სტიქარი მეცვა წარმოგიდგენთ რომელიც თქვენ შაფიქრებულიც არ იყავით ჯერ მაშინ როგორც ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს პერიოდი ჩემთვის იყო ძალიან სერიოზული გამოცდაც იმ გაგებით რომ ჩიგრის სახარებას გავეცანი რიტუალს ვისწავლე ბევრი რამე და ყოველთვის მე ცდილობდა მე როცა წამოვედი სხვაშორ შემომთავაზე კიდევაც რომ იქ სამხატვრო აკადემია დაამეტოვებინა და განსაცვლიყოლების სასულიერო აკადემიაში რომელიც ახალი ჩამოყალიბდა სემინარიაში უბრალოდ ჯერ აკადემია ყალიბდებოდა მაგრამ მაშინ აღმოაჩინა საღებავი დასრული დიდები მირჩევნია სხვანაირად ცხოვრება მაგრამ ამიტომ რეალურად მე მისი ძალიან მადლობელი ვარ იმ გაგებით რომ ის წლები რომელიც მასთან ერთად გავატარე და შემდგომაც ვიცი რომ ძალიან საერთოდ საქართველოში მიღებული წესია მიცვალებული და მეტყვი ამრანგის ან ამბობენ კარგს ან არაფერს მე ვიდე მხოლოდ კარგი გავიხსენო და მახსოვს მხოლოდ კარგი